მშობელმა რა საკამდე უნდა აკონტროლოს ბავშვის ინტერნეტთან წვდომა და უნდა აკონტროლოს თუ არა? რეალურად გამოდის 12 წლამდე, 13-მდე. რეალურად გამოდის, მაგრამ ისე წესით და რიგით გაცილებით 18 წლამდე კი უნდა აკონტროლოს, მაგრამ ეგ არ გამოდის. რაც არ უნდა გქონდეს სურვილი და რაც არ უნდა ბავშვი დაგეხმაროს. მაინც უკვე 13 წლის მერე იქით არის სხვანაირი. რა ტიპის რისკებს ხედავთ, თქვათ, ბავშვის ინტერნეტთან ურთიერთობის დროს? ჯერ ერთი დროის კარგვას რაღაც სულელებზე, ეგ ყველაზე დიდი რისკია, ქრონოფაგია რა. ჩვეულებრივი, ჭამს და ჭამს ამ დროს. როცა წესით უნდა აკრიფოს რაღაც ცოდნა, რაღაცეებში იფანტება სისულელებში. ეგ არის პირველი და უმთავრესი. ხო არ გქონიათ რაღაცა პირადი ცუდი გამოცდილება ინტერნეტით? იყო შანტაჟის ფაქტი, რაზეც ალბათ მშობელს რო ქონდა თავის დროზე წვდომა, არ მოხდებოდა ესეთი ფაქტი. რა ასაკში მოხდა? 16 წლის. ვინ გაშანტაჟებდათ? უბრალოდ უცხო სოციალურ ქსელში. მეგობრებსაც იგივე გამოცდილება ჰქონდათ. და მშობლებს მერე ბოლოს უთხარი თუ საერთოდ არ გითხვამთ? გაიხარი. საერთოდ არ მეთქავს. მშობლებს რომ ქონოდათ ინფორმაცია, მე არ გავხდებოდი შანტაჟის მსხვერპლი ინტერნეტში. და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იყო ტყუილი, ამ შანტაჟმა მაინც ფსიქიკურად იმოქმედა ჩემს. 14 წელი, მე მგონი უკვე ბავშვები უკვე ჩამოყალიბებულები არიან და იციან რა არის კარგი, რა არის ცუდი. თქვენი აზრით რა საკამდე უნდა გააკონტროლოს მშობელმა შვილის ინტერნეტთან წვდომა? ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ისეთ ასაკში, როდესაც ბავშვის ცნობიერება ყალიბდება, აუცილებლად კონტროლდებოდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია არის ინტერნეტში, რომელიც შეიძლება სენსიტიური იყოს, ან ვერ გაიგოს ბავშვმა სწორედ და ასე შემდეგ. ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის მიჯაჭვულობა. და იყო საქმის ხოში. მე ასე ვიყავი ყოველ შემთხვევაში ჩემი შვილის მიმართ. დღესაც თუ მაქვს შესაძლებლობა, ვიდეოთ ჩემი ცაცები გავუშვა და ვაკონტროლო. საფრთხეებს რას ხედავთ, თქვათ? ძალიან დიდ საფრთხეებს ხედავ. ეხლა მაგალითად კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ჩემი შვილის ბაღელს დაემართა ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი სატელეფონო თამაშის დროს დაუზიანდა ნერვული სისტემა და თვალი საოპერაციო გაუხდა მოკლედ ნერვული იმის რაღაცა ეს ძალიან დიდი დოზით ჩაერთო ამ თამაშში და თვალზე შეექმნა პრობლემა. ეს ზედამ და გააკონტროლოს გოგოშვილი, ბიჭზე არ ალაპარაკ. ბიჭი რატო არ უნდა გააკონტროლოს? ბიჭია, ბიჭმა იცის თავის საქმე ყოველდღე. ბიჭმა რას უნდა დაშო, მაინც ბიჭია, გოგომ უნდა დაშო, ეს სირცხვილი, წელი გვარის, რაიგე, და წელი სამშობლოს. ბიჭებიც ხო არიან ტელეფონებში რო? არიან ბიჭების, რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე სხვა აზროვნებით არიან და სხვა იმით, რაიგე. აი რა აზროვნები? რა აზროვნები და იგენი ეძებენ თავის სიკეთეს, რაიგე, ინტერნეტებში. დღევანდელ სამყაროში სადაც ძალიან ბევრი არასწორი ტენდენცია შემოსული. ვფიქრობ, რომ სულ უნდა გააკონტროლოს, ამ უწყლოვანი არ გახდება. არის ბულინგის შემთხვევა არის ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა. ასევე 18+ თემებია, სადაც არ უნდა კონდეს ბავშვს, რა თქმა უნდა, წვომა. და ძალიან ბევრი საფრთხე შეიცავს, რომლისგანაც ფაქტობრივად დაუცველია პატარა ბავშვი. რა თქმა უნდა, ტრავმები რჩება ბავშვს, რომელიც მთელი ცხოვრება უგრძელდება და ვფიქრობ, უნდა იზრუნოს მშობელმა ამისთვის თავიდანვე. რაღაცა ჯობია რომ ისე გამოვიყენოთ ეს ინტერნეტი, თვითონ არ გამოგვიყენოს აი ამ ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს ჯობია რა თქმა უნდა და მიუმართავ ბავშვებსაც, მე ლექტორი ვარ და ბავშვებთან ესეთი კომუნიკაცია მაქვს ხოლმე და აი რო ურჩიოთ და გაითვალისწინონ, ჯობია აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ანუ წარმოუდგენელია დღევანდელობაში რომ არ გამოიყენოს ბავშვმა ინტერნეტი, არ იცოდეს, ის უნარები არ ქონდეს, არ შეიძლება. მაგრამ ეს დოზირებულად რა თქმა უნდა და აქეთ არ უნდა გუმართოს ინტერნეტმა, ეს არის ჩემი კომენტარი. საერთოდ ინტერნეტში არ უნდა იყოს ბავშვი, სანამ სრულწლოვანი არ გახდება. ჩემი აზრი ეგეთი არის, იმიტომ რომ სულ ტელეფონებში არიან, ყურადღება არანაირი იქეთ, არანაირი გაკვეთილებისკენ, უმეტესად სულ ტელეფონში, ეგეთი სიტუაცია მაქვს მე სახლში თვითონ. და სულ ვეჩხუბები მშობლებს, რომ ნუ დააჩვეთ ეს ტელეფონში, სულ ტელეფონში ჭამს, ტელეფონში იხეხავს, გულებს ტელეფონში იღვიძებს, ტელეფონში იძინებს. აი რა გითხრათ. მე
მიუღებელია ჩემთვის ეს ტელეფონი ბავშვებისთვის. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამის კონტროლი? თქვა აი რა ხერხს არანაირი არ 5 თვიდან ბავშვი ესე დღეშია. ესე იგი რო დაიჭერს ტელეფონს ხელში ისწავლის ბავშვს დაჭერას, მშობლები აძლევენ ტელეფონს რომ ყურადღება არ მიაქციონ ბავშვს თვითონ დაისვენო და ბავშვები ეჩვევიან ამ ტელეფონს. ეს მიჩვევა კიდე ძალიან ძნელი არის. ტელეფონის ჩართული ბავშვის იქ ცეკვავს იმის სწავლობს კი კაია რომ ესეთ რაღაცას სწავლობს, მაგრამ ყურადღება უკვე სკოლის მხრივ ნაკლები აქვს. ექიმი ვარ, სტომატოლოგი და რომ მოდიან მშობლები ბავშვებით, ანუ მოსაცდელში, რასაც ვუყურებ, არც ერთის ხერხემალი აღარ არის ნორმალურ მდგომარეობაში. პირდაპირ ასე მოხრილები ტელეფონში ჩადებული თავით. და მე ეს აისახება აზროვნებაზეც, მეტყველებაზეც და ყველაფერ უარეს საკეთებს, არაფერს კარგს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ბავშვები ინტერნეტიდან ვერ გამოყავს. მთელი დღე უნდათ, რომ იყვნენ ინტერნეტში. როგორც არ უნდა გააკონტროლოს, იმას თუ უნდა მაინც გაიმუშავებს ინტერნეტში. ისე რომ ეს ძალიან რთული რაღაცა, დღევანდელობის ავადობა. არის ისეთი ინფორმაციული მასშტაბი, რაც ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა და არც გადაჭარბებული ინფორმაციის მიღება არ არის ასარგებლო მოზარდისთვის. დახიან აი სივრცე ხო, ჩემი სივრცეა და ბავშვის სივრცეა ხო. მე ვთვლი რომ მაინც საჭიროა კონტროლი გაუწიოთ და დასაშვები უნდა იყოს მშობლის თვისეს. აუცილებელი არის რომ შეზღუდვა იყოს რაღაცა. ზოგიერთ სივრცეში შესვლა ბავშვებს უადვილდებათ, რომელიც მე მგონი რომ გონებას ურევს. ასევე მე მგონი ძნელი არის სწავლა და ეს ChatGPT კიდე აგრეთვე აზარმაცებს ადამიანს, მე ესე ვფიქრობ. მე თუ მკითხავ დღევანდელ სიტუაციაში ინტერნეტთან ესე თავისუფალი ცნობა არ უნდა ქონდეს. საფრთხეების გამო გულისხმობს თუ მიჯაჭვულობის გამო თუ გაფანტულობის გამო? ნუ ყველაფრის გამო, რაც ჩამოთვალეთ და რაღაც საიტებზე წვდომის გამოც ალბათ რა. ბავშვს გონება უჩმუგდება, იქ რაღაცა მზამზარეულს ხედავს. აზროვნების უნარი ეკარგებათ ბავშვებს. ეს ჩემი აზრია, გენერალ